UFC-ში 2025 წელი ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. He's already busted up. Out cold. A man of his word. Oh my goodness. გულშემატკივარმა განიცადა ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკივილი, ვნახეთ ძალიან ბევრი მაგარი პერფორმანსი და ბევრი საკმაოდ უცნაური რამ. რახან ამ წლის ბოლო ივენთიც უკვე გადავაგორეთ და თან ველოდებით, როდის დაიწყება 2026 წელს UFC ახლიდან, მინდა რაღაც დასკვნითი ვიდეო გადავიღო, რომელიც 2025 წლის UFC-ს მომენტებს ეხება. მაქვს რამდენიმე ნომინაცია, ნომინანტები და ამ ნომინაციის გამარჯვებულები. ამ ვიდეოში მინდა პირადად ჩემი აზრი გაგიზიაროთ და გითხრათ, თუ რომელი იყო წლის ბრძოლა, წლის ნოკაუტი, ვინ არის ჩემი აზრით წლის მებრძოლი, ვინ იყო 2025 წელს გამორჩეული პროსპექტი და ვისი დებიუტით მოვიხიბლე ყველაზე მეტად. სანამ დავიწყებ, გეტყვით რომ ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც არხი გავაკეთე და 14444 ადამიანს გიხდით ძალიან დიდ მადლობას. მადლობა რომ იყურებთ, დროს მithმობთ და ასევე უდიდესი მადლობა იმას, ვინც მეხმარება რომ ესეთი კარგი და ხარისხიანი კონტენტი გადავიღო. ჩვენ მთელი 2025 წლის განმავლობაში ბრძოლებს კოკოსთან უყურებდით და შემდეგ წელსაც ასე ვაპირებთ. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი ნომინაცია არის წლის ბრძოლა. ჯერ დავასახელებ ნომინანტებს, რომელიც ძალიან მომეწონა და ბოლოს გეტყვით გამარჯვებულს. პირველი ეს არის კლეინი რებეცკის ბრძოლა. ზოგადად, სადაც რებეცკის ხედავთ, ნებისმიერ ქარდზე სადაც არ უნდა იყოს, რაღაც სიგიჟეებს უნდა ელოდოთ. რაც ყოველთვის დაუოკებელი სურვილი აქვს რომ წინ წავიდეს. 3 რაუნდის განმავლობაში ორივე მხარე დაუნდობლად უტევდა ერთმანეთს, მაგრამ რებეცკი მარც ერთ მომენტში უკან დახევა არ იკადრა. მუდმივი ზეწოლა და ომი ბოლო წამამდე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაზიანდა, მესამე რაუნდში მას რეალური შანსიც კი მიეცა, რომ უკვე წაგებული ორი რაუნდის შემდეგ ბრძოლა ფინიშით შემოეტრიალებინა. და ასეთი კამბექის ზღვარზე ყოფნა იმ მდგომარეობის მერე რაც რებეცკის ჰქონდა, ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი არის გამოც ნომინანტებში გავიყვანე. და ყველაზე მთავარი, ჩემს მიერ გაკეთებული ყველა არჩევანი არის აბსოლუტურად სუბიექტური და სიმპათიებს დაფუძნებული, ასე რომ სანამ ვინმე ლანძღვას დაიწყებთ, ბრძოლა რომელიც სულ ახლახანს იყო, კრის დანკანი მაკკინის წინააღმდეგ. ასეთი ძაღლური, აგრესიული ჩხუბები ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონს, როცა ორივე მებრძოლს აშკარად არ უნდა რომ ბრძოლა გადაწყვეტილებამდე მივიდეს. მაკკინიმ ძალიან აგრესიულად დაიწყო და კრის დანკანი ფაქტობრივად გალიასთან მიიმწყვდია. აქ მეგონა რომ დანკანის საქმე დამთავრებული იყო. სერიოზულად ისეთი გაცვლები წავიდა, მეგონა წამიწამზე ჩაიკეცებოდა, მაგრამ სულ ცოტა ხანში სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა. კრისი აღმოჩნდა დომინანტ პოზიციაში და მაკკინის დაშლა დაიწყო. ხელების მოქნევა წამითაც არ გაჩერებულა. მანამდე მეგონა უკვე ორჯერ რო გათიშულიყავდა, მაგრამ ესე არ ყოფილა. ასე რომ მეც და ჩემი მაყურებელიც, რომელიც იმ დროს ჩემთან ერთად ლაივს უყურებდა, ძალიან მოვიხიბლეთ. მესამე ბრძოლას გარკვეული მიზეზების და გამო არ მივეცი ჩემპიონის სტატუსი და გავიყვანე მესამე ნომინანტად, ეს არის დვალიშვილი იანი 2, სადაც სამწუხაროდ ქართველი დამარცხდა. ეს ბრძოლა საერთო ჯამში თავის ყველა ელემენტით, რომელიც ჰქონდა, უდაოდ წლის ერთ-ერთი გამორჩეულია. მე კი ძალიან არ მინდა რომ ეს სიტყვები ვთქვა, მაგრამ ფაქტი მართლა ფაქტია, პიოტრიანმა დაუჯერებელი პერფორმანსი დადო. საკმაოდ კარგი კონკურენცია გაუწია მერაბს გრეპლინგში, რამდენჯერმე აიტაცა და დაანარცხა კიდეც, კარგად აიცვა თეიქდაუნები, ფეხზეც ძალიან მაგრად გამოიყურებოდა, ძალიან დააზიანა ქართველი და მისი ეს ბრუტალური პერფორმანსი მართლა შთამბეჭდავი იყო. აი რაც შეეხება მერაბს, მიუხედავად იმისა, რომ მან ისეთი დარტყმები მიიღო, რომლის დროსაც მებრძოლები 99% შემთხვევაში უბრალოდ მუხლებზე იკეცებიან და სთხოვენ მეტოქეს მეტი აღარ დაარტყან, გაუძლო და ბრძოლა გააგრძელა. მასაც ჰქონდა დასამახსოვრებელი მომენტი, როდესაც რუსი ჰაერში აიტაცა, ხარზე მოიკიდა და ნახევარი ოქტაგონი შემოატარა. ამ ბრძოლის ჩემებური ანალიზი და მარცხის მიზეზები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ სადღაც აი აქ ამოვარდება, დააჭიროთ და ნახოთ. და მივადექით გამარჯვებულს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ძალიან ბევრი ბრძოლა იყო, რომელიც გამარჯვებულის სტატუსს შეიძლება იმსახურებდა, პირველი ეს ბრძოლა გამახსენდა და რახან გამახსენდა, ესე იგი შთაბეჭდილებას დატოვა. ჯოშუა ვენი ბრენდონ როივალის წინააღმდეგ UFC 317-ზე. ეს ბრძოლა short notice-ზე შედგა. თავდაპირველად როივალის მეტოქე მანელ კაპე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ჯოშუა ვენმა ჩაანაცვლა. ეს იყო საკმაოდ მაღალი ინტენსივობის დატვირთული ბრძოლა. დიდი ალბათობით flyweight-ის ისტორიაში დარტყმების რაოდენობით რეკორდიც კი მოხსნა. ორივე მებრძოლი დაუღალავად უტევდა ერთმანეთს. როივალის სხეულზე მუშაობდა, ვენი კი სუფთა კრივს აჩვენებდა. 15 წუთიანი უწყვეტი ომი ვიხილეთ. ბოლო 10 წამში საერთოდ ვენმა როივალი დააგდო და რაღაც შანსები გაჩნდა, რომ ფინიში აიღო. თუმცა
არც დრო იყო და ბოლოს აღარც ძალა. და ზუსტად ესეთი ბრძოლები მიყვარს flyweight-ში. მინიმალური გრეპლინგი, არანაირი დანდობა და სუფთა კრივი, რომელიც მაინც და მაინც ხშირად არ არის ხოლმე. დროა გავხურდეთ. გადავდივართ ნომინაციაზე წლის ნოკაუტი და აქ ჩემი გამარჯვებული ისეთი ვინმეა, ვიზეთ შეიძლება კომენტარებში ვიღაცაებმა გამლანძღონ. არა უშავს. სამაგიეროდ ნომინანტებში მაინც გავიყვანე. პირველი ადგილი ილია თოფურია ჩარლზ ოლივიერას წინააღმდეგ. ამას ბევრი საუბარი არ ჭირდება. ისედაც ყველამ კარგად იცით რა და როგორ მოხდა და ჩემს ძალიან ბევრ ვიდეოში ვახსენე უკვე ეს ნოკაუტი და აბსოლუტურად სამართლიანად. საბედნიეროდ და თან სამწუხაროდ კიდევ ერთ ჩემს საყვარელ მებრძოლს მოაგლიჯეს ყვა და გაუშვეს ნახევრად პენსიაზე. ამ უძლიერესი მარჯვენის და შემდეგ მარცხენის მერე ქართველი მსუბუქი წონის ბატონ პატრონი გახდა. სანამ მეორე ნომინანტს ვიტყვი, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ნოკაუტი ვიხილეთ წელს, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ჩამჯდარიყო აქ. მაგრამ მე ჩემი გემოვნება მაქვს და ჩემი გემოვნებით ჩავსვი ალმეიდა ალ ჰასანის წინააღმდეგ. სხვათა შორის ეს იყო 2025 წლის პირველი ქარდი. ვინც ლაივში უყურებდა, კარგად იცის რა სიგიჟეს დატრიალდა, რადგან ალ ჰასანი იგებდა ბრძოლას და თითქმის დაასრულა კიდეც ალმეიდა. მომენტუმი მთლიანად მის მხარეს იყო და სწორედ ამ დროს თითქოს არსაიდან ალმეიდამ იდეალურ კონტრზე დაიჭირა მეტოქე და ყბაში უმძიმესი დარტყმა ჩაუსვა. აი ზუსტად ეს არის მოჭრილი ხის კუნძივით დაცემა. მესამე ნომინანტი, რომლითაც მე ძალიან ახვთოვანებული ვარ და დიდი მედებს ვამყარებ და სერიოზულად მგონია, რომ შეუძლია მართლა დიდ წარმატებებს მიაღწიოს, სულ ახლა-ახანს 2 თუ 3 კვირის წინ იმაზე ბევრად მძიმე და საშინელი ნოკაუტი შემოგთავაზა, ამიტომ მესამე ნომერი ნომინაციებში მას ეკუთვნის. სალკილდმა მომაკვდინებელი ჰედკიკით გათიშა მისი მეტოქე ჰაკ პარასტი. სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, რადგან იგი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში უგონოდ ეგდო და ეს სხვათა შორის ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰედკიკი იყო. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ესეთი არ მინახავს. იქამდე, სანამ ბოლო Fight Night-ის ივენტზე მელქისელ კოსტამ აი ეს არ გააკეთა. მაგრამ მე მაინც სუბიექტური ვარ, სალკილდის ნოკაუტი მირჩევნი, ამიტომ ისევ მას დავტოვებ აქ. აი რაც შეეხება ამ ნომინაციის გამარჯვებულს, ჩემი პირადი აზრით 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ბრუტალური ნოკაუტი მაურისიო რუფის ეკუთვნის. მაურისიო რუფი ბობი გრინის წინააღმდეგ. სპინინგ ვილკიკ ნოკაუტებს ისედაც ძალიან იშვიათად ვხედავთ. ამ მომენტს კი ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ გულშემატკივრები გადაერია. ბრძოლა საკმაოდ მოსაწყენად ვითარდებოდა მანამდე, სანამ რუფიმ, რომლის ირგვლივადაც დიდი ჰაიპი ტრიალებდა. აი ეს არ გაუკეთა ბობი გრინს. ბობი გრინმა დარტყმა პირდაპირ თავში მიიღო. ის მომენტოქემ კი 50,000-იანი ბონუსი აიღო და დაამტკიცა, რომ იგი იყო იმ წამს ყველა და ყველაფერი. იქამდე სანამ მოგვიანებით მე არ დაასაბმიდეს, მაგრამ ეგ სხვა ისტორია. ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ამ წლის საუკეთესო მებრძოლი, ჩემი ნომინაციები და გამარჯვებული ასე გადანაწილდა. პირველი, რომელზეც ჩემმა გამომწერებმა იცია, რომ დიდად გულზე არ მეხატება, მაგრამ აბსოლუტურად ვაღიარებ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, ფაქტს ვერ გავექცევით. პირველი ნომინანტი არის ისლამ ახაჩევი. ისლამს ნამდვილად ეკუთვნის დაფასება. წელს 2 ბრძოლა ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბრძოლა რენატო მოიკანოსთან იყო, შორტ-ნოთის რენატო მოიკანოსთან. იმ მოიკანოსთან, რომელმაც არმან ცარუკიანი ჩაანაცვლა, რომელიც ბრძოლას ჩაეხსნა ერთი დღით ადრე და ძალიან მარტივად დაასაბმიტა მერე ისლამ ახაჩევმა, მაინც კაცმა წელს 2 ბრძოლა მოიგო, მეორე ბრძოლა საერთოდ ველტერვეიტში ავიდა და იქ მოიგო მეორე ქამარი, ასე რომ გამარჯვებული ჩემ შემთხვევაში არა, მაგრამ ნომინანტი ნამდვილად არის. ნუ ჯეკ დე ლა მადალენასთან ბრძოლას მოსაწყენის სტატუსში შეიძლება მართლა მიანიჭო და ამაში ისლამ ახაჩევის ბრალებლობა დიდი მაინც და მაინც არ არის. მისი ბრალი საერთოდ არ არის, რომ მადალენა საერთოდ უნიათო იყო. მაგრამ ფაქტია მოკლედ, რომ მეორე ქამარი მოიგო და დაამარცხა მებრძოლი, რომელსაც ძალიან ძლიერი მოგებების სერია ჰქონდა. ბევრ არა ქართველს შეიძლება საერთოდ ის გაიყვანა პირველზე. მეორე ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პიროვნება და ტიპაჟი დიდად გულზე არ მეხატება, მით უმეტეს იმის გამო, რაც ბოლო ბრძოლაში გააკეთა, მისი კარიერა, უნარები და ხშირად ბრძოლის სურვილი, ჩემი აზრით დაფასებას იმსახურებს და მეორე ადგილზე გავიდა ჯოშუა ვენი. პანტოჟასთან რომ გასულიყო და დამაჯერებლად მართლა მოიგო, შეიძლებოდა დაუფიქრებულიყავი საუკეთესო სტატუსის მინიჭებაზე, მაგრამ ეს ნომინაცია ისეთმა კაცმა მოიგო, რომ ჯოშუა ვენს სულ რომ მოიხრჩო პანტოჟა, ალბათ მაინც ვერ გავიყვანდი. 4 მოგება ერთ წელიწადში, ივნისში საერთოდ ტოპ 15-შიც არ იყო და სულ ახლახანს ქამარზე იჩხუბა. წარმოუდგენელი პროგრესი აქვს. ჯოშუა ვენი როგორც მებრძოლი
ჩემი აზრით მართლა დასაფასებელია. მაგრამ წინ დიდი გამოცდები ელოდება და აი რამდენად ჩააბარებს მაგ გამოცდებს, მე არ ვიცი. აი რაც შეეხება მესამე ადგილს, ეს კაცი მე მგონია რომ ყურადღებას და დაფასებას მართლა იმსახურებს. ძალიან მიყვარს ისეთი მებრძოლები, რომელსაც როცა არ უნდა დაურეკო და შესთავაზო ბრძოლა, იტყვია რომ კი ბატონო, როცა გინდათ მოვალო. Salsa Boy თქვენს ეკრანებზე, Aldo Cortes Acosta, რომელიც საშუალო დონის heavyweight-დან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად იქცა. 4 მოგება აქვს წელს და ბოლო 5 ბრძოლიდან მარტო პავლოვიჩთან აქვს წაგება. ბოლოს გამოვიდა და საწყალი შამილ გაზიევი დაანოკაუტა. სხვათა შორის ბოლო ბრძოლა როცა მოიგო, მაშინაც თქვა რომ შემდეგ ივენთზეც მინდა ბრძოლაო და ეხლა იანვარში პირველ თუ მეორე UFC-ს ღონისძიებაზე ჩხუბობს. რაც შეეხება გამარჯვებულს, ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარებოდა რომ აქ მერაბ დვალიშვილი იქნებოდა. მანქანას გიჟური წელი ჰქონდა. 3 ტიტულის დაცვა ერთ კალენდარულ წელიწადში წარმოუდგენელია. დაამარცხა კორი სენთეგენი, უმარ ნურმაგომედოვი ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლაში და დააფინიშა შემდეგ საერთოდ ჩონომალი. იანთან წააგო და კიდევ ერთხელ ამაზე აღარ ვისაუბრე მეტს, მაგრამ ის რაც მერაბმა გააკეთა წელს, არამხოლოდ არავის არ გაუკეთებია სხვას. ზოგადად ცალკე მისი ეს ფენომენი იმდენად დასაფასებელი, განსხვავებული და აღსანიშნავია, რომ UFC-ს ალბომში ერთ ცალკე დიდ გვერდს იმსახურებს. ასე რომ თავფარავნელის არხზე 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი გახდა მერაბ დვალიშვილი. გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ტიპებზე, ანუ ვინ იყო 2025 წელს გამორჩეული პროსპექტი. ძალიან არა, მაგრამ ბევრი ვარიანტი იყო, ვინ შეიძლება და ამერჩია. პირველი ნომინანტი ეს არის გოტიე, 3 ბრძოლა და 3 ნოკაუტი ამ წელს. ტიპით ჩვეულებრივი ტანკია, არ ვიცი ბუნებრივად ასეთი აღნაგობა როგორ არანაირად აქვს, ან ასეთი სიძლიერე ხელებში, მაგრამ ტიპით ჩვეულებრივი კინგ-კონგია. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი, ვისაც შეიძლება რომ მე გამარჯვებული სტატუსი მივანიჭო, ეს არის სამწუხაროდ კევინ ვალეხოსი, რომელმაც აგერ რამდენიმე დღის წინ გიგა ჭიკაძე დაანოკაუტა, მოიპოვა თავის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება, შემოვიდა ტოპ 15-ში და კიდევ დიდ მიზნებს უმიზნებს. აშკარად აქვს რაღაც გამორჩეული პიროვნება. ძალიან მაგარი სტილი აქვს. ის არის პირველი, ვინც შეძლო და ქართველი ნიძა დაანოკაუტა. მას აქვს 3 მოგება წელს და აქედან 2 ძალიან სასტიკი ნოკაუტი. ასე რომ ვულოცავ ვალეხოს, მე ეჭვიც არ მეპარება რომ ამ ვიდეოს უყურებს. რაც შეეხება გამორჩეულ ტიპებს, ამ წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაცია. დებიუტანტებზე საუბარი ყოველთვის რთულია. ზოგს ერთი მოგების შემდეგ უკვე მომავალ ჩემპიონად ნათლავენ და შემდეგ უცებ სწრაფად ქრებიან. მაგრამ 2025-ში საკმაოდ ბევრი ახალი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე ვიხილეთ. პირველი, რომელიც შეიძლება და ძალიან ჩვეულებრივად ყოფილიყო ჩემპიონის რანგში ამ ნომინაციაში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ლამაზად და გეგმაზომიერად მოიგო ბრძოლები და არა ნოკაუტით, მხოლოდ ამიტომ. პირველი ნომინანტად ჩაჯდა ალექსანდრე თოფურია. დაამარცხა კოლვი თიქნესი, მიადგა შემდეგ ბეგზად ალმახანს და ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა. ჩემი აზრით, შემდეგი ბრძოლა უკვე აუცილებლად ტოპ 15-ში უნდა ჰქონდეს და ზედმეტად ბევრი აღარ უნდა მოაცდინონ. და ერთადერთი პლუსი, თუ რამე აქვს ილია თოფურიას ბოლო დროინდელ ამბებს, რომელზეც დარწმუნებული ვარ გაგონელი გექნებათ, არის ის, რომ ამასობაში ალექსანდრე თოფურიას აქვს დრო იმისთვის, რომ ბრძოლა ჩაატაროს და ალბათ ასეც მოხდება კიდეც. შემდეგი არის ითან იუინგი, ჩვეულებრივი მშენებელი, რომელიც 145 ფუტში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალი სახეა. გამოვიდა და დაამარცხა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ახალი სახე, მალკომ უელმეიკერი, რომელიც დივიზიის ერთ-ერთ საუკეთესო პროსპექტად ითვლებოდა. იუინგი უზარმაზარი აუთსაიდერი იყო, მაგრამ უელმეიკერი ჩემი აზრით გამოვიდა და ტიპმა ბავშვი დაჩაგრა. ასე რომ ჩემი აბსოლუტური პატივისცემა ამ კაცს, ველოდები მის შემდეგ ბრძოლას და მაინტერესებს როგორ განვითარდება მისი კარიერა. მესამე ადგილი ჯაკობ სმიტი, ან იაკობ სმიტი, როგორც გინდათ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო welterweight დებიუტანტი. იანვარში დაანოკაუტა პარსონსი, შემდეგ დააფინიშა ნიკო პრაისი, 2 ბრძოლა, 2 ფინიში და განსაკუთრებული სიყვარული grounded pound-ის მიმართ. და მოკლედ ამ კაცის ბრძოლებმაც ჩემი დიდი სიმპათია დაიმსახურა. და ამ ნომინაციის გამარჯვებულია შეიძლება და ძალიან ბევრი ვინმე ყოფილიყო, მაგრამ არ ვიცი, მართლა ძალიან მომეწონა ეს ბიჭი, სალკილდი. აქაც სალკილდი გავიყვანე. წარმოუდგენელია რომ მთელი ეს აღიარება რაც მან მოიპოვა ერთ კალენდარულ წელში მოახერხა. 12 წამში დაანოკაუტა ჯუბლი, მერე გამოვიდა და აჩვენა რომ ჭიდაობა შეუძლია. აი ბოლოს ჰაქსპარაც რაც უქნა, ეგ კი განახით. და ავსტრალიერებს სხვათა შორის ძალიან მაგარი ბიჭი ეზრდებათ. პრინციპში ბიჭები, იმიტომ რომ თიქნესი, რომელმაც
ალექსანდრე თოფურიასთან წააგო, ასევე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და მოკლედ ავსტრალიურ MMA-ს მე მგონი რომ ცუდი მომავალი არ ელოდება. მოკლედ ეს იყო ძალიან პატარა და მოკლე შეჯამება ამ წლის, როგორც უკვე ვთქვი, ვნახეთ ბევრი სიხარული, ბევრი იმედგაცრუება, ბევრი ახალი თუ ძველი სახე, რომელმაც განმაცვიფრებელი პერფორმანსები დადეს. ბოლოსკენ სამწუხაროდ ქართული MMA-ს რაღაც პატარა დაღამასვლასავით ვიხილეთ, რომელიც აბსოლუტურად დროებითია და ეგ დიდი არაფერია. მოკლედ დღეს მე ამით გემშვიდობებით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ამ ერთი წლის თავზე ჩემი არხის დაარსებიდან, რომ ჩემთან ერთად ხართ. იმედია, რომ საომავლოდ კიდე გავიზრდებით. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ ეპიზოდში. აბა ჰედ, აბა ჰო.